ნამდვილად ნიჭიერი ბიჭია. კარგად ხედავს. კარგად იცის რა უნდა. და ეს ძალიან ბევრია. მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ შოთა კალანდაძე მალე ძალიან ნახულ სამყაროს თავაზობს. შოთა კალანდაძის ფილმები, ასეთი ნოველები და მხოლოდ ხელოვანთა კადრები ნაკლებად ტოვებს ორი დამოუკიდებელი ნაწარმოების შთაბეჭდილებას. ისინი თითქოს ერთმანეთს იმეორებენ. ფილმი სცენარის გარეშეა გადაღებული და მასში მთავარი ესთეტიზმი, კადრისა და მუსიკის შერწყმა და აქედან მიღებული განწყობაა. ნოველებში თითქმის ყველა ადამიანური გზნობა გაიელვებს, რომელიც წარსულთან არის დაკავშირებული და ამდენად სევდიანიც არის. ფილმის ესა თუ ის კადრი ხანდაზმული მსახიობების რემინისცენციაა, რომელშიც წარსულისადმი ნოსტალგია იკითხება და სწორედ მათ მიეძღვნა ეს ფილმი. მხატვრულ ფილმ ასეთ ნოველებში ცნობილი ქართველი მსახიობი ქალები თამაშობენ, რომლებსაც თავიანთი ოსტატობითა და მშვენიერებით არაერთხელ დაუტკბიათ ქართული კინოს მოყვარულები. ახალგაზრდებს, რაც აქვთ ახალგაზრდობა და სილამაზეა, მოხუცებს გამოცდილება. ყველა ნოველა არის პიროვნებიდან გამომდინარე მოძებნილი, ხო? თქვათ ის მხატვრული, ხა ადამიანს სანამ აქვს რაღაცა იმდენად ვერ აფასებს, რომ კარგავს, მერე უფრო მისტერის იმას, ხო? ციკლი მიეძღვა ხანში შესულ ხალხს. აი ეს ორივე ფილმი. ქვეცნობიერად სიბერის შიში ყველა ადამიანს აქვს. ფილმის გმირებიც, რომელიც მხატვრულ დოკუმენტურია და მხოლოდ ხელოვანთა კადრები ჰქვია, ამას მტკივნეულად გარიცდიან. მაგალითად, საცოდაობაა, როდესაც ბრწყინვალე მომღერალი ხარ და ხმა გეკარგება. სიყვარული გინდა და არავის უყვარხარ. არაჩვეულებრივი მხატვარი ხარ და არავინ გააჩნევს. შოთა კალანდაძემ თავის ექსპერიმენტულ ფილმში სწორედ ის ხელოვანები გადაიღო, რომლებთანაც მეგობრობს და რომელთა სიმარტოვე თვალში საცემია. ეს ფილმი ცოტა ძნელი სანახავია იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცის, ვინ არიან ეს პიროვნებები. ჩემი ახლობლები არიან და მრავალი წელი მე ამას ვიწერ. ეს მასალა ჩემი და ექსპერიმენტია რა. ექსპერიმენტალური კინო, ექსპერიმენტი, ეს კლასიკური გაგებით არ არის კინო. რეჟისორი თამამად იჭრება ჟურნალისტების კომპეტენციაში და მე-20 საუკუნის კულტურის მნიშვნელოვან ფიგურებთან ინტერვიუს პრინციპით მოპოვებულ მასალას გვთავაზობს. რას მეშინია სიბერის, სიბერის კი არ მეშინია, აი სიბერის რომ მოყვება თან უზულრობა, ზღარდა, ფეხზედა, აი იმ კინოშიც აღარ შეგიძლია მუშაობა, სცენარიც აღარ შეგიძლია მუშაობა. აი ეს დასწავლო დასწავლია და მზია რას უწოდოთ თქვენ აი დიდი მსახიობს რა უნდა გააჩნდეს ყველაზე აუცილებელი რა არის საჭირო რომ ქონდეს